ის იყო და დინარაძისთვის ვიცე-პოლკოვნიკის წოდების მინიჭება კობახიძის მხრიდან რაღაცნაირად აუხსენდა, რაღაც პოზიტიური დანახვა შევეცადე, აგერ შემხვდა შემდეგი პოსტი, როგორ ურლოცავს კობახიძე ირანელ ხალხს ახალი აიათოლას არჩევას თუ დანიშნავს და ქვევით მოიხსენიებს როგორც სტრატეგიული პარტნიორი, ძმა, მეგობარ, ჩახუტება ხალხი ამბავი. ხო და ირანი რა მომენტში გახდა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ძმა და მეგობარი? ეს ჩახუტებით და გადაკოცნით და ამბით. მამულიო, სარწმუნოებაო, წინაპრებიო, ღირებულებებიო და აგერ ერთი თვის წინ 11 თებერვალს გვაზეიმეს რევოლუციის 57 წლისთავი, სადაც მოსაწვევზე დაგვიწერეს, რომ ირანში ქართველების ჩასვლის 410 წლისთავია, ბიჭო. გეგონება ტურისტებად ჩავიდნენ ირანში და დარჩნენ იქ. 1617 წლებში თუ არ მეშლება, ხო? სამი შემოსევის დროს შაჰ-აბასმა დაახლოებით 200-დან 400,000 ადამიანამდე გაჟლიტა ქართველი და ერთი მაგდენია 400,000 ადამიანი, 350-400,000 ადამიანი გადაასახლა ირანში და საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული მოვლენა გადასახლება ამდენი ხალხის გვაზეიმეს როგორც, რავი, ღირსშესანიშნაობა და რა მომენტში გახდნენ სტრატეგიული პარტნიორები?